დღეს თავისუფლების მოედანზე მოქალაქეებს სამხედრო ტექნიკის დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ. პირველად არის წარმოდგენილი დელტას მიერ შექმნილი დიდგორი მეომარი. სამხედრო კომპონენტის შესახებ ახლა მოგვიყვება გენო სიღმაშვილი, რომელიც იმყოფება თავისუფლების მოედანზე. გენო, გისმენთ. ოფიციალური ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ჩვენ ისევე როგორც მოქალაქეებს უკვე გვაქვს შესაძლებლობა რომ შემოვიდეთ თავისუფლების მოედანზე და გავეცნოთ იმ სამხედრო ტექნიკას, რომელიც აქ არის გამოფენილი. 15 ერთეული სამხედრო ტექნიკაა გამოფენილი და აქედან 8 არის სწორედ დელტას მიერ წარმოებული ჯავშანი ტრანსპორტიორი. ამ ორივიდან განსაკუთრებულ ყურადღებას და იქცევს აი სწორედ ეს მანქანა. მინდა ოპერატორს ვთხოვო, რომ აი ეს განსაკუთრებული სიამაყით დაწერილი განახოთ წარმოებულია საქართველოში და ეს არის დიდგორი მეომარი, სწორედ ასე ქვია ამ ჯავშანი ტრანსპორტიორს, რომელიც წელს დელტამ წარმოადგინა პირველად და ის არის ექსპორტისთვის შექმნილი, მათ შორის ექსპორტისთვის შექმნილი, ფერიც განსხვავებული აქვს შესაბამისად. სწორედ აი ამაზე, ვინც თავიდანვე გვადევნებდა თვალყურს, თეიმურაზ პულუზაშვილი ყავდა ჩვენ დელტას პროექტების ხელმძღვანელი წარმოდგენილი, ჩვენთან ერთად იყო, რომელიც ახლა შემოგვერთდება და უფრო კონკრეტულად დაგვათვალიერებინებს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და აი როგორც იქნა მოვახერხეთ მოკლედ ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ აქ მოსვლა. დიდგორი მეომარი, ხო? დიდგორი მეომარი, კი. ეს არის პირველად წარმოდგენილი დღეს თავისუფლების მოედანზე, რით არის გამორჩეული? კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მივესალმებ ჩვენს მაყურებელს, რაც შეეხება მანქანას, როგორც მოგეხსენებათ, შარშან დავიწყეთ ჩვენ ამ პროდუქციაზე მუშაობა და სპეციალურად მისი პრეზენტაცია დავამტყით 23 მაისს, ეს გვარი 26 მაისს, რომ ერთგვარი ტრადიცია შეგვენარჩუნებინა, რაც არის გამორჩეულად, რაც ხას უსმევს ამ მანქანის გამორჩეულობას, ეს არის დიზაინი და გაუმჯობესებული ტექნიკური პარამეტრები. ანუ წინათაობის დიდგორ მეომართან შედარებით გაზრდილია საიმედოობა, გაზრდილია საწვავის მარაგი, რაც შესაბამისად ზრდის მანქანის მოქმედების მანძილს. გაზრდილია საბრძოლო კომპლექტის მოცულობა, მანქანა აღჭურვილია ცეცხლის ქრობის ავტომატური სისტემით, რაც პირველად არის გამოყენებული დიდგორის ტიპის ჯავშა მანქანების შემთხვევაში. აღჭურვილია საბურავების ავტომატური დაბერვის სისტემით, აღჭურვილია გაუმჯობესებული ჰიდრავლიკური საშუალებებით, რაც მანქანის უკანა საარტილერიო ნაწილს ემსახურება. აი საარტილერიო ნაწილზე მინდოდა მე თქვა, იმიტომ რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მომენტია. ხო, აქამდე ჯავშანი ტრანსპორტიორი იყო, თუმცა ახლა ამას უკვე აქვს არტილერიის დანიშნულება. ხო, აი ამაზე მეტი რომ და რატო არის შეფუთული? პირველად ჩვენ წლების წინ გავაკეთეთ ასეთი მოდიფიკაციის დიდგორი მეომარი, რომელიც ერთგვარი თვითმავალ საარტილერიო დანადგარს წარმოადგენს თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე, თუმცა წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე ჩვენ შევძელით, რომ წინა მოდელთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ 3-ჯერ გაგვეუმჯობესებინა ამ მანქანის პარამეტრები და საბრძოლო შესაძლებლობები. გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ მანქანა საექსპორტო დანიშნულების არის, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ და მაქსიმალურად მოვერგეთ დამკვეთის მოთხოვნებს და რაც შეეხება თქვენ კითხვას, რატო არის ეს ნაწილი შეფუთული, უბრალოდ დროზე არ გვინდა რომ ეს ტექნიკური გადაწყვეტილებები და ეს ტექნიკური, ეს რო ვთქვა, know-how, მიღწევები სწორედ ბრძანეთ, ეს ტექნიკური მიღწევები, რომელიც გამოყენებული იყო ჩვენ ინჟინრები, ჩვენი კონსტრუქტორების მიერ, დროზე ადრე გახდეს, ესე რო ვთქვა, ფართო საზოგადოებისთვის თვალსაჩინო და მაქსიმალურად ვერიდებით ტექნოლოგიურ შპიონაჟს, მოდით ესე ვთქვა. გარკვეულწილად საიდუმლოებას გარკვეულწილად საიდუმლოებას მიღწევები, რომელიც დელტას აქვს და ეს არის თავარი მიზეზი. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, კი. ფერზე მინდა კითხოთ, რადგან ექსპორტზეა გათვლილი, ალბათ უფრო აღმოსავლეთისკენ არის, ხო? ფერის გამო ვივარაუდებ. ბატონო, სამწუხარო დამკვეთის კატეგორიული მოთხოვნით და ზოგადად ჩვენი კომერციული საიდუმლოც არის, ჩვენ კომერციულ ინტერესებშია, რომ ექსპორტიორ ქვეყანის სახელს არ ვაჟღერებთ საჯაროდ, თუმცა ფერიდან გამომდინარე, რეგიონი ადვილად მისახვედრია, კი ბატონო. ჩვენ მაყურებელს მინდა უთხრა, რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მქონდა, რომ შიგნით შეგვეხედა, მაგრამ ესეც სწორედ სამხედრო საიდუმლოებიდან გამომდინარე, შიგნით დახურულია და შიგნით შეხედვის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ აქვს. სხვა დიდგორებში ექნებათ, თქვათ, დამთვალიერებელს ვისაც სხვა დიდგორების შემთხვევაში კი ბატონო, კი. მაყურებელს ვეთქვი, რომ და აი აქვე დავანახებ, მინდა ვთხოვო პაატას, რომ აი აქეთ არის ის დიდგორები, რომელიც აქამდეც იყო გამოფენილი, მათ შორის დიდგორი მეომარი, ის პირველი, ასევე არის საშტაბო, სადაზვერვო და ასე შემდეგ დიდგორი მედევა გხედავ, იქით არის. ამ დიდგორებში გექნებათ შესაძლებლობა, რომ მოხვიდეთ შეგნით, შეიხედოთ, ნახოთ ქართული წარმოება და ასევე გადაიღოთ სამახსოვრო ფოტოსურათები. ასევე თეიმურაზ, ერთს კითხავთ, აქეთაც ვნახე, რომ დგას დელტას სტენდი, ხო? იქაც იქნება კიდევ რამე წარმოდგენილი? ბატონო, კი, აი სტენდი ახლა როგორც ხედავთ, გაშლის მოწყობის პროცესში არის, გამოფენილი იქნება სხვადასხვა ტიპის სასასროლი არის, სხვადასხვა ტიპის საბრძოლო საშუალებები. ნავსატყორშთები, ანუ ყველა ის პროდუქცია, რასაც დელტა ქმნის და რისი ჩვენების უფლებაც გვაქვს, გამოფენილი იქნება დღეს თავისუფლების მოედანზე. დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ. როგორც ხედავთ, უკვე გაიხსნა ის ჯებირი, რომელიც აქ ზღუდავდა და ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობდა, უკვე მოხსნილი არის, შესაბამისად მოქალაქეებს აქვს შესაძლებლობა, რომ შემოვიდნენ თავისუფლების მოედანზე, მოვიდნენ. აქ როგორც
როგორც ხედავთ, ჯავშან ტრანსპორტერები და სამხედრო შეიარაღება უკვე იყო გამოფენილი, თუმცა სტენდები, რომელიც აი ახლა უნდა ჩაიდგას, ჯერჯერობით იშლება, მათ შორის არის სწორედ ის დელტას ერთ-ერთი სტენდი, სადაც დელტას მიერ არა მხოლოდ ჯავშან ტრანსპორტერები, არამედ იარაღი, მათ შორის საბრძოლო შაშხანები, რაც იქნება წარმოდგენილი, იქაც შეეძლებათ მისვლა დამთვალიერებელს, მოქალაქეებს და გაცნობა ყველაფერი იმას, რასაც საქართველოს აწარმოებს სამხედრო შეიარაღების მიმართულებით. ოსიტ მაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.